ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ვარ ქოცების ამომრჩეველი და ცხოვრობ ესე რუსთაველზე თავისუფლების მოედანზე. პრინციპში სოლოლაკი მთაწმინდაც იქვე არის ჰაერით ადვილად, რაც გადავიდოდა და მიიტანდა ხო ფანჯრებამდე და აივნებამდე და მოკლედ ვარ ახლა ეს ქოცი და ცხოვრობ ამ მიდამოებში და ამ რუსთაველზე დგას ეს აუტანელი ხალხი რაღაცას აპროტესტებენ, რაღაცებს ითხოვენ და მე რატო გვარბევენო და დაარბიეს მოკლედ რა ისე კარგად დაარბიეს რომ გაზი იყო, ვერ ჩერდებოდნენ რა რუსთაველზე, ერთი წამი აღარ აჩერებდნენ რუსთაველზე, მაგრამ უბრალოდ პრობლემა ის არის, ვინც ახლა კოცნების ამორჩევები ვართ, ჩვენც რაღაც ფანჯრებთან მოდიოდა რა, ჰაერია ხო, ახლა გინდა აგინე საერთო ეს ჰაერი და მაგას ფანჯრებს ვერ ვაღებდით, მოდი ახლა ვაღიაროთ და იქ დედაჩემმაც ყლაპა, იქ ბავშვებმაც, ზაღლებმაც, ხვარმა, ანუ ყველამ რა, მოკლედ არა ახლა რაგას დავეძებ, თავარი ისინი არიდნენ იქ რა და მშვიდობა მქონდეს. ხო და ახალ წელს თან ნაძვისხეზე უნდა მივსულიყავით რა მე რა რომ 3 დღე ცარნიავდებოდა იქ და 3 დღის მერეც ეს აკაცუკები იძახე რომ ხელს წვავდა და თვალებს წვავდა რა არ ნიავდებოდა მოკლედ რუსთაველი რა მაგრამ მე მაინც მივიყვანდი ჩემს შულს რა არა უშავს რა აი ამ აკაცუკების ჯინაზე მაინც მივიყვანდი ნაძვისხესთან დავაყენებდი უბრალოდ არ დაგვაყენეს რა ხო და ეხლა გავიდა კაი ხანი გავიდა რა და ხან რაღაც წნება შეგაწუხებს ხან რაღაც ალერგია რომელიც აქამდე არ ქონდა ხან არ ვიცი მოკლედ რა ეხლა ეს აკაცუკები იძახიან რომ საწამლავი იყო და გამოსაძიებელი გამბავიო რა და ამბობენ რომ შეიძლება არ ვინ არის ის სადრაში გამოავლენს აი ეს მომწამლელი გაზი სად დაგარტყავს არ ვიცით ეხლა ხო ისინი ამბობენ მე კი არა ხო და მე არ მაინტერესებს რა მართალი რო გითხრათ რა მომწამლელი გაზი და რა არა აი ჩემს შულს ეგ არ დაემართება და არ მოიწამლება და არც ჩემს ოჯახის წევრს არავის მე რა რომ აკაცუკებთან ერთად მეც ვხლაპე ეს ყველაფერი არ მაინტერესებს არ გამოიძიონ არაფერი რა დაე რა აი კეთდა ხო და მე აი 2 წუთი და 11 წამი ვიყავ ეხა ქოცი ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი ხო და არ ვარ მე ქოცი და მე ძალიან მაინტერესებს და ძალიან მინდა ეს გამოძიება და ძალიან უნდა ვიცოდე აი სიმპტომები რაც ადრე არ გქონდა ძალიან ბევრ ადამიანს რაღაც ალერგიული არ ვიყავით სუნთქვა არ გვიჭირდა ხო რაღაც სიმპტომები გაჩნდა რაც ნუ არ ვიცი რატომ აქ რა შეიძლება სიბერის ბრალიც იყოს ახლა ასაკსაც შეიძლება ასაკის ბრალი იყოს მაგრამ ვაი და არ არის ხო და ვიცოდე ხა მე პრევენციულად მაინც მივხედოთ ჩემ თავს ან სად დამარტყავს ან სად შემეხება ან სად რა პრობლემა მექნება ძალიან მინდა ეს ვიცოდე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გამოძიება ჩატარდეს და ქოცი იქ რო ცხოვრობს და ის რო ყლაპა იმას არ აინტერესებს ის არა უშავს მე მაინტერესებს რა რომ ყველაფერი სიბერის არ დავაბრალო ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის გამოძიება და უბრალოდ ვიცოდე ყველაფერთან ერთად საერთოდ რა გრადუსის მორუტებასთან მაქვს შეხება ამ ქვეყანაში